მე უბრალოდ ძალიან მეშინოდა ქართველების რეაქციის. რა, იქაური მეგობრები არ დაქცინებენ და არ გაგაკრიტიკებენ რა, რაც გინდა აკეთე, ეგეთი დინამიკა მქონდა იქაურ მეგობრებთან და ქართველები, თან ძველი სკოლელები, ხო იცი, მეორე კლასის მერე რო არ გინახავს, მაგრამ რო გონია, რო ეგეც ჩემი შიდა კონფლიქტი იყო, რა თქმა უნდა. ეგ მაგის მეშინოდა, რომ საქართველოში რო რამე შევრცხვე. რამ გაგაბედინა ქართულად რო ჩაგეწერა კონტენტი? რამ გამაბედინა თბილისში დაბრუნებამ რა, რაც საქართველოში რო ბრუნდები, სახლში რო ვარ, ჩემებს რო ვნახულობ, ეგრევე რაღაცა ის safety უსაფრთხოების შეგრძნება შემოდის. აუზზე ვიყავი და აუზზე ამოვიღე მობილური შეზლონგზე ვწევარ. დავჭექი და ყველანაირი მომზადების და ყველაფრის გარეშე ვთქვი, რომ დღეიდან ვიწყებ ამის კეთებას და დავდე. ეს იყო ოქტომბერში. ოქტომბერში შაშა. ხო, აი ერთი წელიც არ გასულა რა, 7 თვეა გასული და მაგის მერე აი როგორი გრაფიკი მქონდა, იცი, მუშაობდი 9-დან 7-მდე, ლანჩის დროს გავირბენდი ხოლმე მზიურში, დისტანციურად მუშაობდი. მზიურში გავირბენდი, ვიდეოებს ჩავწერდი, დავმონტაჟებდი, დავდებდი. და ეგრე ვაკეთებდი რა კვირების განმავლობაში. ყველანაირი მოლოდინი გავუშვი იმის, რომ გამეზრდებოდა გამომწერების რაოდენობა.